მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლას სანამ დავიწყებდე, რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა. თითოეულ გამომწერს, თითოეულ ადამიანს, რომელიც შემომიერთდით, რომლებიც აწი შემომიერთდებით. მე ძალიან მახარებს თქვენი სიმრავლე, მე ძალიან მახარებს თქვენი ერთგულება YouTube არხზეც. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის და მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკა ახლა. იმიტომ რომ ჩვენი ენერგეტიკული ფონი საუბრობს ყველაფერზე. იმიტომ რომ თუ არის კარგი, ჯანსაღი, ჯანმრთელი ენერგეტიკული ფონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, ადამიანში არის შემოქმედი ძალა და ენერგია, რომელსაც შეუძლია რომ მიიღოს სამყაროსგან ის ენერგია, ის მიაღწიოს იმ მიზნებს, მიაღწიოს იმ შედეგებს, რომელიც მას სურს, იმიტომ რომ ამისათვის საჭიროა ადამიანს ჰქონდეს ენერგია, ხოლო თუ ადამიანის ენერგეტიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, შესაბამისად არის ენერგიის, ჯანმრთელი, ჯანსაღი ენერგიის ნაკლებობა და ადამიანში უფრო მეტად არის დესტრუქციული, ან შესაძლოა პარაზიტული ენერგია, ისე რომ თვითონაც არ იცოდეს რა ჭამს ადამიანს და რა არ აძლევს საშუალებას, რომ სამყაროსთან იყოს ადეკვატურ ენერგიათა მიღება გაცვლის მდგომარეობაში. ხო, აი ძალიან საინტერესო გაშლა ამას შესაძამე. ნახოთ, ახლა რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა და თუ ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, რა თქმა უნდა, ამას მოგახარებთ, გეტყვით რომ ყველაფერი კარგად არის და თუ შემნიშნავ რომ რაღაც კარგად არ არის, რა თქმა უნდა, შევეცდები მიზეზიც გაგიზიაროთ. და ჩვენ ახლა ხელმძღვანელობთ ახლა და ამ მომენტში, ხო? ინფორმაციით. მას შესაძამე. პირველი ვარიანტი. თქვენი ენერგეტიკა ახლა რა მდგომარეობაშია? ვარიანტი მეორე, თქვენი ენერგეტიკა რა მდგომარეობაშია ახლა და ვარიანტი 3. თქვენი ენერგეტიკა რა მდგომარეობაში არის ახლა? ცოტა დავაპატარავთ ეკრანი. აი ასე, პირველი, მეორე და მესამე. 3 ვარიანტი არის თქვენს წინაშე. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. ახლა შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი. აი ესეთი რაკურსით ჯობია, ახლა შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი და რომელი ქალღმერთიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იმ არკას მოусმენთ, ზუსტად იმ ვარიანტს მოусმენთ და მიიღებთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც ახლა თქვენ ამ საჭირო გაშლისგან გჭირდებათ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკა ახლა. შეგრძნება მოგხსოვთ, თქვენ ძალიან ბევრი ენერგია გაეცით, თქვენ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეთ, თქვენ ძალიან ბევრი ენერგია შესაძლებელია იცით როგორი რაღაც არის ჩემო ძირფასებო თქვენ ხართ ადამიანი რომელიც დიდი ალბათობით არის ძალიან ემპათიური არის ძალიან გრძნობიარე თქვენ ხართ ადამიანი რომელიც შესაძლოა უფრო დიდ და უფრო მეტ წარმოდგენას ქმნიდეთ ადამიანთა სიკარგეზე, ან უფრო იმაზე მეტად ტრაგიკულად და იმაზე უფრო მეტად ვთქვათ, ემოციურად რთულად ხვდებოდეთ გარკვეულ სირთულებს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე აქ მაჩვენებს, რომ ძალიან ხართ დაცარიელებული ემოციურად პირველი ვარიანტი. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ან აქ თვალია, ან ვთქვათ, რაიმე ესეთი უარყოფითი ნეგატიური პროგრამა თქვენზე, ან მაგიური ზეგავლენა. არა, აქ უფრო მეტად მაჩვენებს, რომ უფრო მეტად არის იმედგაცრუება, უფრო მეტად არის ვთქვათ, ამ იმედგაცრუებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა და თქვენ ხვდებით ახლა იმ
მიზეზებს თუ ახლა რატომ შეიძლება იყოთ ხო ენერგიოთ. მაგრამ რა თქმა უნდა ამ ენერგიების აღდგენას და რა თქმა უნდა თქვენი ენერგეტიკის გაუმჯობესება სჭირდება დრო, იმიტომ რომ ძალიან მიმოფანტეთ თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრი ენერგია დაუთმეთ იმ ადამიანსა თუ ადამიანებს, რომლებიც ამას თქვენი მხრიდან ნაკლებად იმსახურებდნენ და თქვენ ამას ხვდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ როდესაც ამას კიდევ უფრო მეტად მაქსიმალურად გაიაზრებთ, ხომ? ასე ვთქვათ, უფრო მეტად დაცული იქნებით ენერგიების ესე მიმოფანტვის განახეთ. აქ არავინ არ არის დამნაშავე, შეიძლება ასე ითქვას, რომ ახლა ასე ხართ ცარიელი ჭურჭელებით. აქ მხოლოდ თქვენ გაქვთ სამუშაო, რომ სწორად ანაწილოთ თქვენი ენერგიები, სწორად გაანაწილოთ და სწორად გასცეთ და არა მხოლოდ გასცეთ, არამედ მიიღოთ კიდევაც, ხო? კარგით, მოდით ნახოთ, ვინ დააცარიალა თქვენი ენერგიის ჭურჭელი. ვინ დააცარიალა თქვენი ენერგიის ჭურჭელი. ვინ დააცარიალა. მოლოდინება ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, აქ არაფერი არ არის ტრაგიკული რამ პრინციპში, სადაც რაც თავიდან თქვი, იგივე გამიგრძელა სცენარულად ტაროს არკანებმა თქვენ, აქ არაფერი არ გჭირთ ისეთი, რომ იყოთ ან შეშფოთებული, ან განერვიულებული, ან რაღაც მძიმე ენერგიებში. არა, ეს არის აბსოლუტურად გარდამავალი ეს მდგომარეობა. თქვენი ჭურჭელი ენერგეტიკის და ენერგიებისა ნამდვილად ძალიან მალე შეივსება. უბრალოდ თქვენ რაც უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ თვითონ წუთს, წამს, გაცემულ ენერგიას, რჩევას, დახმარებას, ხო, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ვუყურებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს კომფორტი, უყვარს კარგად ყოფნა და უყვარს, როდესაც ვის არ უყვარს, მაგრამ თქვენ გიყვართ, როდესაც ამას აზიარებთ, ხო, ეხმარებით, ხელს უწვდით, აბედნიერებთ. და მე აქ შეგრძნება მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მოლოდინები, ჩემო ძვირფასებო, მოლოდინები, რომ არის ის დამოკიდებულება, რომ მე ვერ ვიღებ იმ პასუხს, რასაც ვთქვათ მე ველოდები და ამაზე მე ბევრჯერ მithქვამს, რომ თუ ვთქვათ ადამიანს აქვს სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს, დაეხმაროს სხვა, გააკეთეთ მოლოდინების გარეშე. გააკეთეთ ეს თქვენთვის. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი იქნება მოლოდინი, მით უფრო მეტი იქნება იმედგაცრუება. მით უფრო მეტი იქნება მოლოდინები, ცრუ მოლოდინები, ხო? ამიტომ მე გირჩევდით, რომ რაც უფრო ნაკლებად დაელოდებით თქვენთვის მოსაწონ პასუხს. მით უფრო ნაკლებად აიტკიებთ აუტკივარ თავსაც და მით უფრო მეტად შეინარჩუნებთ სასიცოცხლო ენერგიებსაც. იმიტომ რომ აქ მე ვხედავ ადამიანს, რომელიც საბოლოო ჯამში თვითონ შესაძლებელია იქმნიდეს იმ ენერგეტიკულ, ვთქვათ, მდგომარეობის ირგვლივ გარკვეულ პრობლემებს, რაზეც მე ახლა ეგ ზემოთ ვისაუბრე, იმიტომ რომ თქვენვე შეგიძლიათ ემოციურად ააწყოთ და სადღაც დაშალოთ თქვენი თავი, ასე რომ აქ არაფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული ამ ეტაპზე, განსაკუთრებულში გულისხმობ საშიში და სანერვიულოში. ჩვენ კი გადავედით, ჩემო ძვირფასო, პირველო ვარიანტად აგიმშვიდობები, ჩვენ კი გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი,
თქვენი ენერგიები რა მდგომარეობაში არის ახლა. და როგორი თასები ამოვიდა პირველ ვარიანტსა და მეორე ვარიანტში. იცით რა არის მე ამ მომენტში ვიტყოდი რომ ძალიან ლამაზი არკანი ამოგევიდათ Elder of Cups, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგოინფორმაციული მდგომარეობა ახლა არის უფრო მეტად შესაძლოა მომგროვებლის, ხო, უფრო მეტად აგროვებთ შესაძლოა ინფორმაციას, ემოციებს, უფრო მეტად უფრთხილდებით, უფრო მეტად ყურადღებით ანაწილებთ საკუთარ ენერგიას, ხო, იმიტომ რომ აქ ჩანს ის, რომ თქვენ ბევრი რაღაც ისწავლეთ, შესაძლოა ბევრი რაღაც გაიგეთ, ბევრ რაღაცას მიხვდით ამ სამყაროში. მიხვდით იმას, რომ თქვენ სასაწყო ენერგიაზე და თქვენს თავზე ძვირფასი ნამდვილად არავინ და არაფერი არ არის და მოვიდა დრო, რომ ამ ყველაფერს უფრო მეტად გაუფრთხილდეთ, ხომ? მისცეთ ეს ენერგია, ეს ემოცია და სიყვარული და გრძნობები იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი გადმოსახედიდან ამას ნამდვილად იმსახურებენ. ხო, მე აქ ძალიან მომწონს თქვენი ამ მომენტში ხართ სავსე ჭურჭელი და მე ძალიან მახარებს. რა მდგომარეობაში არის მეორე ვარიანტის არკანია, შმაკი მე-15 არკანი ამოვიდა. ნახეთ, თქვენ მე ვფიქრობ ისწავლეთ თქვენი საკუთარი თავის მიღება, თქვენი საკუთარი ბნელი მხარის მიღება. მოდით შევთანხმდეთ სამივე ვარიანტს ვეტყვი ამ შემთხვევაში, რომ ნათელი და ბნელი მხარე გვაქვს ადამიანებს დასაბამიდან. ხო, ყოველთვის გვესმის, რომ საკუთარ სიბნელეებს უნდა შევებრძოლოთ, უნდა გამდევნოთ, უნდა ესე იგი ჩვენში ჩავახშოთ, ეს არ არის სწორი, ეს არის გარანტირებული ჯანმრთელობის პრობლემა და ეს არის ჩემი ძვირფასებო გარანტირებული ფსიქოემოციონალური სერიოზული პრობლემები. არა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ჩრდილებთან, ჩვენ ბნელ მხარეებთან დამეგობრება. პირველ რიგში მათი შესწავლა, ასე იქცევიან გონიერი ადამიანები და ასე იქცევიან ენერგეტიკულად გამართული ადამიანები. ისინი სწავლობენ საკუთარ ბნელ მხარეებს და ისინი უმეგობრდებიან თავიანთ დრაკონებს, ხო, ამ შემთხვევაში საკუთარ ბნელ მხარეს და იწყებენ მათთან ინტეგრირებას, მათთან ჰარმონიაში და ბალანსში ცხოვრებას. მათ იციან, რომ ეს მათი ბუნება არის და ბუნებას არასოდეს არ უნდა შეეწინააღმდეგოს ადამიანი. თუ კი რა თქმა უნდა რაღაც საკუთარ თავში არ მოსწონს, შეიძლება ამ ყველაფრის დამუშავება, გაკონტროლება. ნახეთ, არასოდეს არ უნდა აიღოს თქვენზე, არც ნათელმა და არც ბნელმა არ უნდა აიღოს თქვენზე კონტროლი. ეს თქვენ უნდა ასე ვთქვათ, გააკონტროლოთ და თქვენ უნდა მართოთ თქვენი ეს ორივე ენერგია, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც შესაძლებელია თუ დისბალანსში იქნება მუდმივად, მიგიყვანოთ პრობლემებამდე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ენერგიათა დისბალანსი გვექმნის პრობლემებს და არა ის, რომ ბნელი ცუდია და ნათელი კარგია და პირიქით, ხო? ამიტომ მე აქ მაჩვენებს შემოძვირფასებო, რომ პირველ რიგში დაცულ ადამიანს ვუყურებ ენერგეტიკულად, ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ჯგუფის წევრებიც აქ უნდა იყვნენ, იმიტომ რომ იგრძნობა აქ თქვენი ენერგიები, ყოველთვის სადაც ვგრძნობ ვაჟღერებ ხოლმე. თქვენი ენერგეტიკა ახლა არის დაცულ მდგომარეობაში, ჰარმონიულ მდგომარეობაში და მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ახლა ხართ ძალიან მიმზიდველი. სხვათა შორის არ აქვს მნიშვნელობა, არ დამიწყოთ ახლა ასე იმამდენი წლის ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ახლა ხართ ძალიან მიმზიდველი, ძალიან გემრიელი, ძალიან საინტერესო, ძალიან მომნუსხველი, თუნდაც იგივე საპირისპირო სქესისათვის, ხო? არის თქვენში რაღაცა ძალიან მაგიური, არის თქვენში რაღაცა ძალიან ლამაზი და არის თქვენში რაღაცა ძალიან საინტერესო, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გაიარა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იმედგაცრუება გაიარა და თქვენ ახლა სწავლობთ თუ როგორ უნდა
მიიღოთ პირველ რიგში საკუთარი თავი, მართოთ თქვენი ემოციები და მართოთ თქვენი რეალობა და ეს ყველაფერი თქვენ გხდით ძალიან ლამაზ, ძალიან მიმზიდველს და ძალიან საინტერესოს, თუნდაც არა მხოლოდ საპირისპირო სქესისათვის, არამედ ზოგადად ადამიანებისათვის, თუმცა მე არ ვიტყვი, რომ აქ ყველას მოეწონება ეს ენერგიები, აუცილებლად გააღიზიანებს აი თქვენი ეს ენერგიები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ გამორჩეული ადამიანები, ან არ უყვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავებზე მუშაობენ, ესეთი ადამიანები ცდილობენ რომ გააუფასურონ, ხანდახან შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ხო, მათ არჩევანს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ მხოლოდ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, ასე ვთქვათ, ყველაზე ჭკვიანებად, ლამაზებად, კარგებად და შემოქმედებითად, ვიდრე თქვენ ხართ ეს, იმიტომ რომ ხედავენ აი ბუნებრივ ძალიან ძლიერ და ძალიან ბუნებრივ და ძალიან გაზრდილ ჩამოყალიბებულ ადამიანს თქვენში კონკურენტად ხვდებით ხო, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც სავსე არასრულფასოვნებით კომპლექსებით და რომელსაც სხვისი გაქილიკების, დამცირების, სხვისი ცხოვრების განხილვის, ხო ხვდებით, ხო აი პაჭაპუჭა ხალხს მაქვს. ამ შემთხვევაში და ჩემთვის ესეთი ადამიანები ნამდვილად პაჭაპუჭა ადამიანები არიან, რომლებიც არ ცდილობენ რომ ეს ცხოვრება, ეს წუთები, ეს წამები გამოიყენონ საინტერესოდ. იმიტომ რომ სამყაროში ნამდვილად ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო ხდება იმის გარდა რომ განიხილონ ვინსად ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს, ვინ ვისთან წევს, ვინ ვისთან დგას, ვინ ვისთან ასე ვთქვათ ატარებს დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ასეთ ადამიანებს საკუთარი ასე ვთქვათ თავი და ცხოვრება არ გააჩნიათ და ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის ნამდვილად გამაღიზიანებელი იქნებით, მაგრამ აი ორი უკიდურესობა იქნება გამოწვეული, ვიღაცისთვის ძალიან გამაღიზიანებელი, ხოლო ვიღაცისთვის ძალიან მიმზიდველი და ძალიან საინტერესო ენერგიებში ხართ, ჩემო ძვირფასებო. ახლა ასე რომ ძალიან კარგი, ასე გააგრძელეთ და გადავედით მესამე ვარიანტზე, ჩემო ძვირფასებო, და ნახოთ მესამე ვარიანტის ენერგეტიკა რა მდგომარეობაში არის ახლა. შესადამე მესამე ვარიანტის ენერგეტიკა ახლა რა მდგომარეობაში არის და 13 არკანი ამოვიდა. ძვირფასებო, ტრანსფორმაცია. პირველი რაც მოდის აზრში, ტრანსფორმაცია, რაღაცა ეტაპი დამთავრდა აუცილებლად თქვენს ცხოვრებაში. და მე მინდა რა დამთავრდა, მოდით ნახოთ რაში განიცადეთ ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ ახლა ხართ განახლებული, აბსოლუტურად განახლებული ენერგიები მოდის თქვენგან. რაში განიცადეთ ტრანსფორმაცია, მესამე ვარიანტი. არკანი ეპლი და სამიანების პენტაკლები. რაში განიცადეთ, ჩემო ძვირფასებო, ტრანსფორმაცია და ეს არის აბსოლუტურად პიროვნული ტრანსფორმაცია. პიროვნული ტრანსფორმაცია და ეს პიროვნული ტრანსფორმაცია გასწავლით თქვენ, აი ახალ ვერსიას, ასწავლის თუ როგორ იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული და ორიენტირებული საკუთარ საქმეზე, საკუთარ იმ მიმართულებით, რაშიც თქვენ ვითარდებით, განიცადეთ ტრანსფორმაცია იმაში, რომ გახდით უფრო მეტად მიზანდასახული, უნდა გახდეთ, ან თუ ახლა არ ხართ, აუცილებლად უნდა გახდეთ და აუცილებლად გახდებით უფრო მეტად მიზანდასახული და უფრო მეტად ორიენტირებული საკუთარ სამომავლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, ანუ აღარ გაფანტავთ თქვენს ენერგიებს, თქვენს ფინანსებს, თქვენს ცოდნას, ასე უბრალოდ, ხო, ეს იქნება ძალიან კონცენტრირებული ენერგეტიკულად შეკრული ადამიანის მდგომარეობა, ხო? ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ახლა აბსოლუტურად განახლებული
ადამიანი ხართ, აბსოლუტურად განახლებული ადამიანი ხართ, რაღაცა ძალიან რადიკალურად შეიცვალა, რაღაცა ის, რაც აქამდე ვთქვათ არ მუშაობდა ადამიანებთან ურთიერთობაში, არ გაძლევდათ სულიერ სიმშვიდეს, ხო? ეს ყველაფერი ტრანსფორმირდა, ხო? და როგორი იქნება თქვენი ენერგიების ტრანსფორმაციის შემდეგ, როგორი იქნება? ნახეთ, არკანის სამსჯავრო, არკანის სიკვდილი, საინტერესო, აბსოლუტურად ახალი პორტალი და თასების ტუზი ჩამოძვირფასება. როგორი იქნება და ათიანების კვერთხები. აბსოლუტურად სხვანაირად გადააფასებთ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ შესაძლებლობებს. თავიდან ეს იქნება რადიკალურად სხვა თვალით დანახული სამყარო. საკუთარი თავის აბსოლუტურად სხვა მხრიდან დანახვა, რაც აქამდე არ დაგინახავთ, ან არ გინდოდათ რომ დაგენახათ, ხომ? იმიტომ რომ არკანის სამსჯავრო ნიშნავს ძალიან დიდ ცვლილებებს, რომ რაღაცა წავიდა დასასრულისაკენ. ეს გადაგვიყვანა ჩვენ არკანმა სიკვდილმა პირდაპირ არკან სამსჯავროში, რაც გლობალურ ცვლილებებს ნიშნავს კონკრეტული ადამიანებისთვის ნამდვილად, მაგრამ ზოგიერთი მსმენელისათვის ეს არის უბრალოდ დიდი ცვლილებები, მაგალითად, რასაც გადაყავხართ თასების ტუზში, რაც არის ახალი ამბის გაგება, რაღაცა სიახლე, სიხარული მოულოდნელი, ეს არის აღიარება, ეს არის განკურნება, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემის, თუ კი რაიმე პრობლემა ქონდა, დამარცხება. ეს არის თქვენი აბსოლუტურად ახალი ვერსია, რომელიც სავსე არის ძალიან დადებითი ემოციებით შემოძვირფასებო და ძალიან დადებითი ემოციებით და ათიანების კვერთხები და ორიანების პენტაკლები, ხო? ბალანსში მოხვალთ, რაც კი აქამდე თქვენ გქონდათ დისბალანსში, ემოციები, პასუხისგებლობები, ყველაფერს მოიყვანთ ბალანსში. და მიხვდებით, რომ ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინათ, ხო? მაგრამ ალბათ არ აკეთებდით, იმიტომ რომ ფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობა, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი შეგრძნება მაქვს, რომ მოგროვდა და ბოლოს ერთიანად ამოხეთქა აი ამ ტრანსფორმაციამ, ხო? და თქვენი ძველი მე უბრალოდ აღარ არის და თქვენ ხართ ახალი ადამიანი, ახალი შეხედულებებით და ახალი დამოკიდებულებებით. გასაგებია, ძალიან კარგი და კიდევ რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკა ახლა? ხმლების ტუზი ამოვიდა შემოძვირფასებო, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად მზად ხართ, ჯერ ერთი თქვენი სიტყვის ძალა ბევრად უფრო ძლიერია გამხდარი, აქამდე თუ არ გინდოდათ არა, უბრალოდ გერიდებოდათ, აი ვინმეს არ ეწყინოს, ვინმეს არ ეტკინოს, რაღაცეებს თმობდით, რაღაცეებზე უკან იხევდით, ამას აღარ გააკეთებთ. და ყოველთვის მზად იქნებით, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და უფრო მეტიც ისე გაჭრათ და ისე გადაწყვეტოთ სიტუაცია, რომ თქვენს ირგვლივ ადამიანები უბრალოდ გაუგნებულები დარჩნენ, იმიტომ რომ უბრალოდ შესაძლოა თქვენგან არ ელოდებოდნენ სადღაც აი ასეთ სიმკვეთრეს და აი ასეთ სიმამაცეს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ხმლების ტუზი ეს არკანი თქვენ გეუბნებათ იმას, რომ თქვენ იქნებით დანასავით ბასრი ადამიანებისათვის, ვისთვისაც ეს სიბასრე თქვენი მხრიდან არის ძალიან საჭირო და რაღაცა ახალი იდეა მოგივათ თავში, შეიძლება ის იყოს ყოველს არ ეხება, მაგრამ ბიზნეს გეგმა, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობები, ახალი იდეა იმისა თუ როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი პენტაკლები, ხო, როგორ გაიუმჯობესოთ საკუთარი ფინანსები, შემართებით, დახვდებით ყველანაირ სირთულეს და აღარ იქნებით ისეთი, ვთქვათ, აღარ იქნებით ისეთი უსიტყვო, როგორიც ადრე იყავით. იმიტომ რომ აშკარად ეს ყველაფერი ძალიან მოგბეზრდათ და აღარ გინდათ რომ არც დრო, არც ენერგია და არც რესურსი ესე დახარჯოთ, როგორც იტყვენ, უპრაკუნოთ მარჯვნივ და მარცხნივ. ეს არის აბსოლუტურად ტოტალური გადაწყვეტილება იმისა, რომ შეცვალოთ საკუთარი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამიტომ თქვენ ახლა ხართ განახლებული, თქვენ ახლახანს გაიარეთ ტრანსფორმაცია და თქვენ ახლახანს
დაალაგეთ თქვენი სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო მიზნები იქით, სადაც თქვენ გჭირდებათ ეს ყველაფერი და არა ვიღაც სხვას და არა ვიღაც რა ვიცი, კოლეგას, შორეულ ნათესავს, მეზობელს, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრეთ მათთვის და დრო მოვიდა, რომ თქვენთვის ეს ძალიან დიდი გაკვეთილი გამხდარიყო. ასე რომ გისურვებთ მე თქვენ წარმატებას, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.